არ გავიდა დიდი დრო იმის შემდეგ, რაც ვისაუბრეთ ირანის მიმართულებით საქართველოს მართველი პარტიის ქართული ოცნების პოლიტიკასთან დაკავშირებით და გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში სამოქალაქო ორგანიზაცია Civic Ideas მიერ, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ირანულ ნავთობს საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაზე და პოლიტიკურ ჭრილში რა ტიპის ურთიერთობები არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ეს ანძას კონტექსტში, ასევე ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების დაახლოებასთან დაკავშირებით სწორედ ირანის ისლამური რესპუბლიკის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან. ვის მიმართაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს და თქვენ იცით ამის შესახებ, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, დონალდ ტრამპი მათ შორის აგრძელებს ძალების კონცენტრაციას ირანის ირგვლივ და ახალი კიდევ ერთი ავიამზიდი მოდის ამ მიმართულებით, Ford-ი, რომელიც ყველაზე თანამედროვე და ძლიერი არის. პოლიტიკური დაძაბულობა ირანის ირგვლივ გრძელდება, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენად გადაჭარბებული, არაპროპორციული და მეტწილად საერთაშორისო მიმართულებით საზიანო საქართველოს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ წინა ანალიზში ამის შესახებ ვისაუბრეთ და შესაბამისად დღეს უკვე სხვა მიმართულებით ჩავუღრმავდებით ამ მნიშვნელოვან საკითხს. ანგარიში თავისთავად იწყება თავად ანძის საკითხით, შემდგომ უკვე ირანის ელჩის განცხადებით ალი მოუჯანი ამბობს, რომ ძალიან პოზიტიური ურთიერთობები არის ჩამოყალიბებული და ანძის გაფერადება ასევე პატივისცემის ნიშანი არისო. ისრაელის განცხადება არის აქ მოცემული და ჩვენ თქვენთან ერთად ეს უკვე განვიხილეთ. შემდეგ ასევე მოცემულია ლაშა დარსალიას გამოსვლის ამსახველი ფოტო ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე და ეს არის შესავალი. თავარი, რაც აქ დგინდება, რომ 72 კომპანია არის დაკავშირებული საქართველოში ირანიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტთან და აქედან მათ შორის მხოლოდ 20% არის მესამე ქვეყნებთან დაკავშირებული, დანარჩენი შესაბამისად ადგილობრივია. 10 კომპანია, როგორც ხედავთ, ირანის მოქალაქეები არიან ჩართული, დანარჩენი შესაბამისად არა. და აქედან 8 კომპანია არის ქართული ოცნების პარტიის დონორი, მხარდაჭერი და სახელმწიფო ტენდერები აქვთ მოგებული. მათ შორის 8 კომპანიას გააჩნია კონტრაქტები სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურასთან, ხოლო 5 კომპანია პირდაპირ ქართული ოცნების დონორია, ეს არის შპს აისი, ილჰასი, მახულა მოტორსი, ბაზა 22, სულფეკო და სხვები, რაც აქ აღნიშნულია ამ ესე იგი კონკრეტული მტკიცებულებით და ამავდროულად ჩანს, რომ 4 კომპანია არის ასე თუ ისე დაკავშირებული ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან და პარლამენტის წევრებთან. გავაგრძელებთ და უკვე ვნახავთ, რომ საკმაოდ აქტიურად ამ ანგარიში წერია. ჩემი მთლიანი ეს მიმოხილვა მოიცავს ანგარიშის მიმოხილვას. მე არ ვამატებ აქ რეალურად არაფერ ჩემ მონაცემს, არამედ ვკითხულობ თქვენთან ერთად, რადგან ანგარიში არ არის ჯერ ქართულად, არის მხოლოდ ინგლისურად ხელმისაწვდომი. ჩვენ ერთად წავიკითხავთ და გავეცნობით ამ მონაცემებს. აქ აღნიშნულია, რომ ანტიდასავლურ პოლიტიკას აწარმოებს ქართული ოცნება, რომლის შედეგადაც იქმნება გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც თანამშრომლობის რეჟიმში არიან ავტორიტარულ რეჟიმებთან და ქართული ოცნება ცდილობს საქართველოს გადააქციოს რუსეთის, ჩინეთის და ირანის ესე იგი აი ამ ღერძის, ბოროტების ღერძი, ასე ქვია ამ სამი ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას, ამ ბოროტების ღერძის ნაწილად ან გარკვეულწილად დამაკავშირებელ რგოლად, ასე მიიჩნევს ანგარიშის ავტორი. შემდეგ ვსაუბრობთ უკვე ანგარიში მოიცავს ირანული სწორედ ნავთობპროდუქტების იმპორტს და პირველი მონაცემი აგერ აქ უკვე არის აღნიშნული, ჩვენ ხედავთ ეს აღნიშნა არის ტონებში, აქ არის თავიდან რომ ნახოთ ფასი, წითლად არის აღნიშნული ფასი სინამდვილეში და ფასი მეორე ხარისხოვანი არის აქ ჩემი აზრით ინფორმაცია. პირველ რიგში ხედავთ ლურჯად აღნიშნულია მოცულობა და ეს არის 1300 ტონა დაახლოებით 2020 წელს, შემდეგ იზრდება 3400 ესე იგი 3400 ტონამდე, შემდეგ გასაგებია ხო ტონაში არის მთლიანად გათვლა, შემდეგ 3900, 4100
და ბოლო 2 წლის განმავლობაში 2900 და 2700 დაახლოებით. ამ მონაცემებიდან გამომდინარე ასე უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესოა სხვა მიმართულებით ასევე თანამშრომლობა. ეს უკვე გულისხმობს არათუ თუ აქ პირველ შემთხვევაში საუბარია იმპორტზე ირანიდან, აქ უკვე ფასის კონტექსტი არის საინტერესო და ნახეთ, ფასს თუ ვადარებთ იმპორტის მაგალითად, აქ აღნიშნულია ირანი წითლად, ლურჯად აზერბაიჯანი, ასევე რუმინეთი, რუსეთი და თურქმენეთი და ფასები ამ მიმართულებით. და რეალურად ფასი დაახლოებით ხედავთ, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ფასისგან, რომელიც არის ძირითადი ამ მომარაგებლების მხრიდან. ხედავთ, თურქმენული ყველაზე ძვირი იყო 2022 წელს, ასევე რუმინეთიდან, რუსეთიდანაც საკმაოდ ძვირი, აზერბაიჯანიდან ოდნავ უფრო იაფი, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში პრინციპში ვხედავთ, რომ ირანული ნავთობის ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. და ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა მცირდება ირანული ნავთობპროდუქტების იმპორტის, მოცულობა, ანუ ფასი და ფინანსური მდგენელი იზრდება და ჩვენ ამას ასევე ვხედავთ აი ამ მონაცემებით. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ შევადაროთ ერთმანეთთან ხო აი საშუალო ფასი, მათ შორის ირანიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან, მათ შორის ნახეთ თვიური საშუალო ფასი აზერბაიჯანიდან, რომელიც ოდნავ შემცირდა, რუმინეთიდან პრაქტიკულად იგივეა, რუსეთიდან ოდნავ შემცირდა, თურქმენეთიდან ოდნავ შემცირდა, ირანიდან მკვეთრად გაიზარდა. ამავდროულად ვხედავთ, რომ გააქტიურებულია, აქ წერია, საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობები და რეალურად ყობახიძემ თურქეთის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში TRT World-თან თქვან, რომ ირანთან არ გვაქვს განსაკუთრებული გააქტიურება ურთიერთობების, უბრალოდ მეზობელია და ჩვენ გვაქვს ასეთი ურთიერთობები, იგივე ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან და ირანთანაც ვცდილობთ ურთიერთობების განვითარებას. აქ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყობახიძეს ავიწყდება, აქ წერია, ის ფაქტი, რომ ირანი ავტორიტარული და სრულიად სხვა ტიპის ხელისუფლების მიერ არის მართული, აიათოლას რეჟიმი პრინციპში ახორციელებს და დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე. 2024 წელს მთლიანი ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 43 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც არის 57% მთლიანად ირანის შემოსავლების. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი დამოკიდებულება გააჩნია ირანს ნავთობპროდუქტების ექსპორტზე. და ის, რომ ეს კომპანიები საქართველოსთანაც არიან დაკავშირებული ამ ავტორის მტკიცებულებით, მათ შორის ამასაც უკავშირდება და ამასაც ნიშნავს. და აქ არის კიდევ ერთი აღნიშვნა სხვა ანგარიშზე, რომელიც უკავშირდებოდა ასევე ირანთან ურთიერთობებს სხვა კონტაქტში და იქედან ასევე არის მონაცემები. კერძოდ, ირანული ნავთობპროდუქტების იმპორტი დაკავშირებულია ირანის მოქალაქეებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, ამავდროულად ქართულ ოცნებასთან, როგორც პარტიასთან, უცხო მოქალაქეებთან და სახელმწიფო ტენდერების მიმართულებითაც. აქ შემდეგი კვლევა მოდის კონკრეტული მიმართულებით, ეს არის შპს დორან ჯორჯია. ეს კომპანია 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელი არის აშგარ ფანაჰი დორჩეჩეშ, რომელიც არის ამის ხელმძღვანელი და მათ გვერდზე არის მოცემული ასევე იმპორტი ამ კონკრეტული მიმართულებით. მათი კომპანია დარეგისტრირებულია რეალურად ისპაჰანში, ირანში და დეტალური ინფორმაციები არ არის. თუმცა ეს კომპანია საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების ესე იგი მეორადი სანქციების ქვეშ იმყოფება, ასევე შეზღუდვების ქვეშ. მეორე კომპანია აქ საინტერესოა არის Global Trading Community GTC, რომელიც კიდევ ერთი ირანული მოქალაქეების მიერ არის შექმნილი და დარეგისტრირებული. აქ ხედავთ ასევე კონკრეტულად რამდენიმე ადამიანს,
აგერ საქართველოს მოქალაქე, ირანის მოქალაქე და 2 აზერბაიჯანის მოქალაქეც არის ჩართული. კიდევ სხვა კომპანიებიც არის აქ ჩართული, აქაც ვხედავთ ძირითადად ირანის მოქალაქეებს, აქაც ირანის მოქალაქეები, ამ შემთხვევაში Hassel Geo LLC-ს შემთხვევაში შპს-ს ვხედავთ ორ მოქალაქეს, ერთი არის საქართველოს მოქალაქე და მეორე ირანის, აქ ისევ აზერბაიჯანის, საქართველოს და ირანის მოქალაქეები. და აქ საინტერესოა, რომ აღნიშნულია მათი გარკვეული მონაცემებიც, რომ სანქციების ქვეშაც იმყოფებიან და ასე შემდეგ. მესამე კომპანია ასევე ხედავთ, რომ ირანულია სრულად, ახლა ჩავუყურებით ამას უცებ. ანგარიშს, ანუ ბუნებრივად მოვყვები ანგარიშს ხვდებით და შესაბამისად ყველაფერს უნდა ჩაუყვეთ, ცხადია. ეს კომპანიები, აი მაგალითად ეს 2014 წლიდან ფუნქციონირებს, ანუ ახალი რეალურად არ არის ეს ერთი კონკრეტული კომპანია და ხედავთ აქ რამდენი შპს არის ცალ-ცალკე. ეს არის მეოთხე კომპანია, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში არის, ასევე ირანელთან ერთად შექმნილი, მათ შორის ამის ფარგლებში სხვადასხვა შპს-ები არის. აქ ხედავთ კიდევ ერთ კომპანიას, ვაგრძელებთ და აქაც საქართველოს, ყაზახეთის, რუსეთის მოქალაქეები არიან პრინციპში, როგორც ჩანს, აქტიურად ჩართული ამაში, ისევ ირანის მოქალაქეები, ასევე საქართველოს მოქალაქეებიც ამ ანგარიშის მიხედვით ხედავთ. შემდეგი ანგარიში ასევე გულისხმობს აქაც ადგილობრივ და ირანულ მფლობელებს და ხედავთ თანამშრომლობასაც ამ მიმართულებით და აქ ნახეთ რამდენი კომპანია არის კიდევ 2022 წლიდან, 2020 წლიდან და ასე შემდეგ. და ეხლა კომპანიები, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან, კონკრეტულად MS Motors-ი არის აღნიშნული, სადაც ხედავთ, რომ კონკრეტულად პარტნიორი მათი ხედავთ აქ სახელდაგვარებს და ასე შემდეგ შემოწირულებები აქ გაკეთებული ქართული ოცნებისთვის, აქაც ქართული ოცნებისთვის, აქაც და აქაც ხედავთ ოდენობებსაც, მე ამას დეტალურად აღარ გაგაცნობთ და გარდა ამისა აქ საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიამ მიიღო გარკვეული ესე იგი სამინისტროებისგან ტენდერები დაახლოებით 224,000 ლარის ოდენობის ჯამში. გარდა ამისა, აქ კიდევ ერთი ამ კომპანიაზე არის საუბარი, ხედავთ. შემდეგი კომპანია აქაც ასევე დონორები არიან, შემოწირულობებს ახორციელებენ ქართული ოცნების მიმართულებითაც და ხედავთ თქვენ ამ მონაცემებს და შემოწირულობებს. თუ ვინმეს დეტალურად უნდა, ცხადია შეუძლია გააჩეროს ეს და ნახოს, ვიდეო გააჩეროს, ამის საშუალება არის. მე უბრალოდ ბოლომდე ჩავალთ აუცილებლად. აქაც ხედავთ, რომ კიდევ ერთი შპს არის და კიდევ ერთი, სადაც ასევე ძირითადად აქ საქართველოს მოქალაქეები ჩანან და მაგალითად კონკრეტულად აქ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზეც არის საუბარი, გარკვეული კავშირები მაგალითად სამინისტროსთან და ასე შემდეგ აღნიშნულია. შემდეგი მოდის ასევე კიდევ ერთი შპს, სადაც ასევე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან, აქაც შემოწირულობები არის, თან ნახეთ რაოდენობის 140,000 ლარი ქართული ოცნებისთვის, აქაც 140,000 ლარი ქართული ოცნებისთვის. აქ რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეები ერთდროულად, თუმცა გვარების მიხედვით ეს რუსეთის მოქალაქეები ეთნიკურად ქართველები ჩანან, როგორც ჩანს. და ამავდროულად კიდევ სხვა შპს-ებზე არის საუბარი. აქაც იკვეთება, რომ აი საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები არიან ამის მეწილეები და აქაც ქართული ოცნებისთვის შემოწირულობები ნამდვილად იკვეთება. და კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებთან არიან კავშირში, აი ერთ-ერთი ეს კომპანია, მას გააჩნია ასეთი სახელმწიფო ტენდერის აქ ინფორმაცია, აგერ შემდეგი კომპანიაც ხედავთ ოდენობასაც, მაგალითად ტენდერების 417,000 ლარის ტენდერები არის მოგებული ამ შემთხვევაში.
ამ შემთხვევაში 1,182,000 ლარის ტენდერები და ასე შემდეგ, აქაც არის საკმაოდ მაღალი ოდენობის ტენდერებია, მოკლედ. ანუ ის რაც თავიდანვე ნათქვამი არის ანგარიშში, აქ არის კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურებული კონკრეტული კომპანიების მხრიდან და შემდეგი კომპანიები ასევე რომლებიც ამასთან კავშირში არიან, აგერ აქ მოცემულია სია და წლები. ხედავთ მაგალითად რომ აქ არის სომხეთის მოქალაქე, აგერ ჯემა საჰაკიანი, რომელიც ამაში ხელმძღვანელია და ამაში მონაწილეობს 2024-25 წლები. აზერბაიჯანის მოქალაქე, ასევე სომხეთის მოქალაქე, აგერ ტიგრან აბრაჰამიანი, ხედავთ 2022-23-24 წლები სადიქ მირზაევი, აზერბაიჯანის მოქალაქე, შემდეგ კიდე აზერბაიჯანი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყაზახეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ეს არიან ასევე ვინც კავშირში არის აი ამ პროცესებთან. აქ უკვე მოდის სხვა კომპანიები, რომლებიც ამასთან ასევე იმპორტს ახორციელებენ ირანიდან ნავთობის, აქ კონკრეტულად ქვეყნები არ არის აღნიშნული, მაგრამ წლებია 2024-2025. ხედავთ პრინციპში აქ გვარების მიხედვით, რომ ნაწილი არის პრინციპში ქართული გვარი, ნაწილი აზერბაიჯანული, როგორც ჩანს ხო, აი ხალილოვი, მუსაევი, ატაევი, ძირითადად ან ყაზახური შეიძლება იყოს, ან აზერბაიჯანული. აქაც ვაკვირდებით კლანიანი, ფაშაევი და სხვა აქ მონაცემები არის, ხედავთ თლიანად და ამით დასრულდა ეს ანალიზი. ეხლა უბრალოდ დავბრუნდებით სუთავიდან რა მონაცემებიც გამოიკვეთა და რეალურად 72 კომპანიაზე არის საუბარი, რომ შევაჯამოთ. აქედან 8 კომპანია პირდაპირ ქართული ოცნების დონორი არის, 3 აქვს ტენდერები მოგებული, 10 კომპანიაში არიან ირანის მოქალაქეები, ასევე კავშირში და 4 კომპანიას აქვს პოლიტიკური აფილაცია, მაგრამ ეს პროცესი ასევე აქტიურად მიმდინარეობს და აგერ მოცულობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მოცულობები. საბოლოო ჯამში ჩანს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მოცულობა ნამდვილად გაზრდილი არ არის, თუმცა ფასია გაზრდილი და ეს საინტერესოა, რანაირად ხდება ეს და რატომ ხდება ეს უკვე სპეციალისტების გასარკვევია. ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო ამ დოკუმენტის მიმოხილვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგ გადაცემაში.